მოგესალმებით, დღეს ჩვენ მივიდივართ აბუდალაუზე. ეხლა ეს იმიტომ გავარ რომ ვარ თბილისში მოთან და რა თქმა უნდა ავტოსტოპით მივიდივართ სხვა რაღაცით არ წავალმე. ესეც მოვად აქეთ გადასახვევს. აქეთ არის ჩვენი გზა. მოვად მილენა გვაღამდება ეხლა და ბაზარის გადასახვევამდე მივიდივარ ერთმა ძალიან კაცმა გამიშენა. სტაბილიზატორს არ ვიყენებ, იმიტომ რომ მიზარება ამოყვა. ალბათ ეს მაისური ისოა ყველას. და რატომაც ვიყავ ვიდეოში? ემთხვევა, მართლა ემთხვევა. ანუ ვეცქავდი. ესე იგი, საკმაოდ საინტერესოდ მგონი მიდის ჩვენი მოგზაურობა, იმიტომ რომ გაწვიმდა, არ ველოდი წვიმას. არა და ამით შემიჩვენებდა, რომ არ უნდა ყოფილიყო წვიმა. გამირხა. ხო და ეხლა რაღაც მაღაზიაში შევაფარე თავი. გადავიკრავ ჩემ წვიმისგან დამცავეს და წავედით. ეს არის ძალიან ადამიანი, ამ ადამიანმა ეხლა ანანური და წამიყანა გუდაურში. მაგრამ ერთ ობიექტში აღარ დაღაფეთს ტრიგანსო უსვირეთ. აი აკატასტროფის პლეის. და ეხლა მას ესე იგი ინფორმაცია რომ გაგინახლოთ გუდაურს გამოვწდი, ეხლა გადაწყვიტე რომ წავიდე სნოში. და აუცი რაღაცა იქ ვარ მემორიალთან ვარ ეხლა რა. ესე იგი ახლა არის დიდი რუის ნახევარი და გავიყვიძე. დღეს გეგმა არის რომ წავიდე ჯუთაში და თუ ჭაუხებზე ავედე ჩავედი ჭაუხებიან ხო ლადო გეთეს და ლადო მაგარი გამოდის ისე რომ ხვალ ვაფთავრებ. ანუ რანაირად არ ვიცი. მაგრამ ანუ ეგრე გამოდის. ძალიან მაგარ ადგილას ვარ რა. ძალიან ამულამაზეს ხეთზე გავიღვიძე ეხლა და просто შეხედეთ რა მაგარი ადგილია რა. იქ გქონდა კარავი და ეს არის სნოს ქანდაკებები. და შორის კაი მოძრაობა არის. 5 წუთში 10 წუთში ერთხელ მანქანა ყველა ვარიანტი დადის რა. რომ გასტოპას ახლა თლად ესეთი კატასტროფაც არ იქნება. ეს დიდი ალბათობით იქნება შოთა. ეს არ ვიცი. ის ალბათ დავით აღმაშენებელი, არ ვიცი. მე და ისტორია ვართ ზელენაჩოს. ესეც არ ვიცი, მაგრამ ეს არ მაგარი ქანდაკება. აგოსან სამანძოლიცა და სხვა ხვანაირი ქვისგანაა გაკეთებული რა. ესეც ჩვენი ილია, გონი ილია. იდეაში აი აქედან იწყება ჩვენი ლაშქრობა. Hi. What is your name? Lou. ისახე ლუ არის ჩიეთიდან და არის ძალიან მაგარი ადამიანი. DJ-ზე ვიყავ ეხლა წეგან რა. და საქართველოში DJ ოსმო პოკეტი როგორ ის 2500 ლარი და 3000 და ავი 10000 ამათან ღირს 1500 ლარამდე. ანუ რო გადავთვალეთ რა, ანუ ფასები R&B რო გადმოვიყენეთ ლარებში 1500 ლარის არისო. აუ ცოტა ფასი დააკლოთ, აი იქნება ზუმერიდი კონტენტი, რა ვიცი. გავახარებ თქვენს და ხალხს. წერან გადმოგიყვანეს ჩვენ, აი იქედან გადმოგიყვანეს, რომ გაგვაჩერების პროფესორ მანქანა რომ არ შეიძლება ამ გზაზე წამოსვლა, როგორც ხედავთ, აქ ჩანგრეულია გზა. და გადავარდნით საშიშროება არის რა. ესენი არიან ტაქსები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენ გადაყვანას რა. ნახოთ ეხლა ტაქსები თუ წავალთ ტაქსი თუ არა და ალბათ ზევით. ეხით. Zewan Abus channel, subscribe that. ესე იგი დავიწყეთ. ამოვედით ჩოხადან უგეთებით. მივდივართ ჭაუხების ლეიქზე. ეს ახალი კაცი შემოგვემა და subscribe Zewan Abus channel. შესაძლოა დღეს მოვასწრო და ავიდე ჭაუხებზეც. ანახევარი გზა მაინც გავიარდა. თუ იქნება დასაბანაკებელი, დავბანაკდები კიდევაც. ფიქრობ რომ აი სუყი ლაშქრობა გამომდის და შეხედეთ რა სილამაზეში ვარ. შეხედეთ რა მაგარია. ილაშქრეთ ხალხო, ილაშქრეთ. You tired? ეს აგარიცა. ესე ჩვენი ჭაუხის ტბა. სადაც ჩავალ აუცილებლად. Make your dream come true.
Stay hard. გამიძრა. Make your dreams come true. Stay hard. არის ძალიან ცივი ხა ეს ყალი. ფაქტიურად რომ ჩადიხართ ვერ გძნობთ. იბრძოლეთ საკუთარი მიზნებისთვის, იბრძოლეთ იმისთვის თუ რა გინდათ და რა გიყვართ. არავის არ მისცათ იმის უფლება, რომ თქვენი ძალები ჩაახშოს და გითხრათ, რომ არ შეგიძლია, არა, შეგიძლიათ, ყველაფერი შეგიძლიათ. თავარია თქვენ მოინდომოთ. Stay hard. Stay hard. მოგეთ ძალიან შევხვდი, ძალიან მაგარ ადამიანს. ძალიან გამიხარდა რა. გაიხარდა. აი ადამიანს. აი იქედან წავევედით აქეთ. ხო ლამასი. ხო ისე აქ ბევრი აი ესეთი ყვავილი მხდება იასამნისფერი. იქეთ ქვევით ძალიან ბევრი იყო და ძალიან ბევრი გვირილა მხდება. საკმაოდ ლამაზები, სხვადასხვა აი გვირილები აქაც არის აი. ცოტა მოვედი ახლა კიდე. ცოტა რა საკმაოდ ბევრი ამოვედი. ნახეთ აქ არის ბილიკი ახლა, სიგსაგად ადის რა. თუ ავალ, წავალ პირდაპირ აქეთ. რაც მე მაწყობს რა. მაგრამ არის მეორე ვარიანტი, აი აქედანაც არის ასასვლელი, ნახეთ, აი აქეთ. აქეთ არის ასასვლელი. მაგრამ ძალიან რთული არის რა. რთული და იმიდან კლიენტ დაღმართი არის. ამიტომ მივდივარ ამ ზიგზაგისებური გზით. თებს გადავიულის ამაგიერთ. საკმაოდ აცივდა. არის დაახლოებით 12 გრადუსი, 13 გრადუსი ხა მე რასაც მიჩვენებს ჯერჯერობით. ინტერნეტი არ არის, კომუნიკაცია არ არის. არის. წეს ჩადის ნელა. ახალი ხედი გამოგვიჩნდა. დავიღალი მაგრად. სიმართლე რო თქვა. აი იქ უნდა ავიდე იმ ხალხთან, იქ კიდე უნდა ავიდე. და მგონი იმიდან იწყება მე ქვევით დაშვება აბუდელაურისკენ. ამოვედი ხალხო. ეხა ვარ 3372 მეტრზე ამოსული. ამას შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზია ჯერ ერთი ეს. მერე ამას შეხედეთ. მერე უკან შეხედეთ რა ლამაზია და ქვევით შეხედეთ თეთრი ტბა. ვიცოდე? თეთრი ტბა. ესენი არ ვიცი, ესეც აბუდელაურის ტბები არის რა, მწვანე და ასე შემდეგ. ვიცი რომ ეხა ვერაფერს ვერ ხედავთ, ვერაფერი არ გესმით, მაგრამ ჩემი კარავი ინგრევა ხალხო, აი ინგრევა. ვერ არის კარგად. კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. ესე იგი ეხა გათენდა. და ეხა გათენდა რა ნუ ავდახი რაღაც 8 საათს. ეხა 9 საათი იქნება. ჩამოდივართ აქ და აი ეს ამოვიარე. მივდივართ ქვევით, ძალიან ჯიგარი ადამიანები შეხვდა ქვევით არიან და შეხვდებით მათაც კიდე. ვიდოთ აი იქ თავში. აი იქ თავში და ესე წამოვედით და გავყევით აღმართ. ჩავდივართ ესე ქვევით აი ამ ხალხთან ერთად. ეს არის თეთრი ტბა. ეს არის ლურჯი ტბა, ეს არის მწვანე ტბა. არ ვაპირებ რომ აქ წავიდე, იმიტომ რომ ნუ რა მინდა, აქედან მშვენივრად ხედავ. ეხლა მეთქვით რომ იქ რატომ მიდიხარ, რომ ის უფრო ქვევითაა და იქ უფრო მიიღებს წასვლა, აქ თან აღმართ უნდა ვერო ყუილად, აი სულ ყუილად ვერც ვიბანავ ვერაფერი. ამ აქ ვაპირებ, აი ამ ლურჯ ტბაზე ვაპირებ რომ ვიბანავ და თან ლამაზია, თან კაი გადასაღები არის და მან წავალ და შემდეგ მწვანე ტბას გავივლე და ქვევით ჩავალ და გავყვები აი ამ დელოებს გავყვები და გავარ შატილის გზაზე როშკაში. ჩამოვედი დავიღალე მაგარი ეხა ვისვენებ ტბამდე დაახლოებით 300 მეტრიდან ჩამეტია რა. ეხა უბრალოდ თუ ვისვენებ კაი ადგილი ნახე და ჩამოვედი იქიდან. ძალიან დავიღალე მართლა, მაგრამ კაია რა ეს დაღლა ასწორებს ყველაზე მეტად რა. შეხედეთ რა ლამაზი ტბა არის, ანუ სრულიად ლურჯი არის, განრამე სხვაფერი. აი ლურჯია. რანაირად? ესე იგი ვიყავით ეხა ასული აი აქ რა ძალიან კაი მინა ისეთი მაგარი იყო რომ არ ვიცი რა უწევ რა ცივი და დავრესტარტი გავიცადი რა მოკლედ ესე იგი ამოვედით ეხა აქ ეს არის მწვანე ტბა აქ ეხა ავასებ წყალს და მე დავუძევით უკვე როშკასკენ იქიდან მხარეს აი ესენიც
ესე იგი აი იქედან აი ამ ადგილიდან ჩამოვედით ესე გავიარეთ აქეთ ტბები ვნახე და აქეთ წამოვედით ახლა ხედი არის გასაოცარი და კაი სირთულე რო ვთქვათ ძალიან რთული არ არის გააჩნია ამ ხრივ ახლა რატო გააჩნია ამ ხრივ რა მაგალითად თუ მოდიხართ როშკადან ჯუთავში ძალიან გაგიჭირდებათ იმიტომ რომ უფრო მეტად ბევრი აღმართები გასავლელი ვიდრე ჯუთადან როშკამდე შემდეგ ეს ჭაუხები უშუალოდ რაც არის მწვერვალი ხო შეგიძლია რომ ვაფშე არ გამოიაროთ და უბრალოდ როშკადან პირდაპირ აბუდოვერტამდე ტბებზე მოხვიდეთ ძალიან მარტივად აი ზემარტივი ბილიკია რაც 2 წლის მოუშვებისულიან ან თუნდაც ჯუთადან წახვიდეთ აი პირველ ტბაზე სადაც ვიყავით რა უბრალოდ მე გადავიარე ეს მწვერვალი იმიტომ რომ სრული მარშრუტი გამევლო ანუ ჩათვალეთ ეხა მთელი ერთი კუთხე გავუჭერი რა და რა ვიცი კაი ლაშქრობა გამოვიდა სიმართლე რო თქვა გამოვიდა რა გამოდის სხვადასხვა ადამიანები გავიცანი ისინი და ძალიან კაია ხალხო როშკაში ვარ ვაშა საბოლოოდ ჩამოვაღწიეთ წლივს ახლა ვისვენებთ აგერ და დავუწობით თბილისისაკენ გზაში ბევრი არაფერი არ გადამიღია განსაღები არც უყარაფერი ერთფეროვანი გზა იყო და ვსო წავედით ახლა თბილისში და ავტოსტოპი უნდა წავიდეთ იდეაში რა სხვა არაფერი არა და მაგასაც გადავიღებ წავედით ახლა გაგვიჩერეს ჩამოვედი თბილისშიც ეს იყო და ეს არ ველოდი მართლა ასეთი მარტივით ვიქნებოდა ჩემთვის ან მეგონა რომ ცოტა გამეწელებოდა მაგრამ როგორც არ გამეწელა და კაი იყო რა გამოვიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გამოვყევით ინსტაგრამზე რადგან ინსტაგრამზე განახებთ ხოლმე თუ სადა როგორ ვარ აბა ჰეთ აბა ხოთ